ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირის დაკავების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი. ის აცხადებს, რომ საქმის მასალებიდან ნამდვილად დასტურდება, რომ იარაღი, რომლითაც გელაუძილაურმა რამდენჯერმე გასროლით მოკლა ლევან ჯანგველაძე, დასტურდება, რომ წარსულში ნამდვილად ეკუთვნოდა დაკავებულ პირს სანდრო წივწივაძეს, თუმცა ახლა ოჯახის ადვოკატს აინტერესებს ამ იარაღის წარმომავლობა, თუ როგორ აღმოჩნდა გელაუძილაურის ხელში აღნიშნული იარაღი. ის ფიქრობს, რომ გამოძიებამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს და სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ადვოკატს აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა გამოძიება სწორედ გავიდეს დამკვეთების კვალზეც. ეს არის სწორედ ახლა ადვოკატის და ოჯახის წევრების ინტერესი, დაინტერესება და მთავარი მოთხოვნაც, რომ გამოძიებამ იმუშაოს ამ მიმართულებით, რომ მათ დაადგინონ თუ ვინ არიან ამ მკვლელობის დამკვეთები, რადგან ადვოკატი ოჯახის წევრებიც მიიჩნევენ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ეს არის შეკვეთილი მკვლელობა და გამოძიებამ ახლა უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ დამკვეთების ვინაობა დაადგინოს. რაც შეეხება ბრალდებული წივწივაძის არგუმენტს, რომ მან დაკარგა ეს იარაღი რამდენიმე წლით ადრე და ამის შესახებ მან პოლიციაშიც განაცხადა, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებითაც უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ნამდვილად სიმართლეს საუბრობს თუ არა ბრალდებული წივწივაძე, მან დაკარგა თუ არა ნამდვილად აღნიშნული მკვლელობის იარაღი, თუ ის ახლა ამ განცხადებას თავის მართლების მიზნით აკეთებს. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, ადვოკატს აქვს არაერთი შენიშვნა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, მაგალითად, რატომ ვერ მოხერხდა გელაუძილაურის ხელკვალზე დაკავება, მაშინვე იქნებოდა შესაძლებელი ამოღებულიყო მკვლელობის იარაღი და მათ შორის მობილური ტელეფონი, საიდანაც გამოძიება მალევე დაადგენდა თუ ვინ არიან დამკვეთები, რადგან გავრცელებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს, როგორც ადვოკატი ამბობს, რომ უძილაურს მუდმივად აქვს კონტაქტი კონკრეტულ პიროვნებებთან, ის იღებს, დაკვეთებს, შეტყობინებებს და ამის შემდგომ ის მოქმედებს, თანაც ჭავჭავაძის გამზირზე სათვალთვალო კამერების თვალწინ მან მოახერხა ადამიანის მკვლელობა და შემდგომ მოახერხა ასევე დედაქალაქის დატოვებაც და ეს ყველაფერი მისთვის ეჭვებს ბადებს და მოითხოვს გამოძიებისგან, რომ ყველა ამ კითხვაზე პასუხი იქნას გაცემული. ნამდვილად დადასტურდა შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ ის ფლობდა ზუსტად იმ იარაღს, რომლითაც განხორციელდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. ახლა კი დასადგენია ამ ადამიანის ფლობელობიდან, ვის ფლობელობაში გადავიდა ეს იარაღი, ანუ იარაღის წარმომავლობა და ის თუ როგორ აღმოჩნდა მკვლელის ხელში აღნიშნული იარაღი. ახლა ჩვენ ველოდებით უკვე სხვა ნაბიჯებს, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას იმისათვის, რათა დადგინდეს რეალობა. თუ იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვა გაქრება, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რათა პასუხი გავცეთ კითხვას, ვინ შეუკვეთა მკვლელობას. აღნიშნული უნდა დადგინდეს შესაბამისი გამოძიების შედეგად. ამ ადამიანმა ეს იარაღები დაკარგა ნამდვილად? თუ ეს უბრალოდ მისი სტრატეგია არის, რომ თავი იმართლოს. ეს არის შეკვეთილი მკვლელობა, რომ გელაუძილაურს საკუთარი პირადი მოტივით ნამდვილად არ გადაუწყვეტავს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. მას ეხმარებოდნენ, მას აწვდენ ინფორმაციებს, მას რა თქმა უნდა უკვეთავდნენ, თუ რა ქმედებები უნდა განეხორციელებინა და როდის და ეს პირები აუცილებლად უნდა დაადგინოს საგამოძიებო ორგანომ. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ სანდრო წივწივაძეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას ედავებიან, რაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომდევნო სასამართლოს ხდომა ამ საქმესთან დაკავშირებით 8 ივლისს ჩაინიშნა და ახლა ადვოკატიც ლევან ჯანგველაძის ოჯახის წევრებიც ელიან გამოძიებისგან, რომ გამოძიება ჩაატარებს ისეთ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც დაადგენს თუ ვინ არიან დამკვეთები, რომელთაც სურდათ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.